მაშინ ასე გადაცემა 360 გრადუსია ეთერში. 31 მარტს სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე ტენდერი გაიმართება. გამოცემლობების ნაწილი არ ეთანხმება ტენდერის პირობებს. თავის მხრივ კი განათლების სამინისტრო ამბობს, რომ გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საუბრობთ ჩვენ სტუმრებთან ერთად და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები. თეიმურაზ მორღოლია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბუბა კუდავა, გამოცემლობა არტანუჯის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ფაქტია, რომ პირველი მეოთხე კლასის მოსწავლეები მომავალი სასწავლო წლისთვის ელოდებოდნენ ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელობას. ვიცით უკვე, რომ ეს წელი ჩავარდა და მომავალ წელს მოსწავლეებს არ ექნებათ ახალი გრიფირებული სახელმძღვანელობა. თავის მხრივ კი არსებობს პრობლემა, რომელზეც საუბრობენ გამოცემლობების ნაწილი და ამ პრობლემას და პრეტენზიებს არ ეთანხმება განათლების სამინისტრო. იმისათვის რომ უკეთ გავერკვეთ საკითხში, ბატონო ბუბა, თქვენგან მინდა დავიწყოთ, რა პრეტენზიები გაქვთ, რატომ არ მოგწონთ ის პირობები და თვლით ამ პირობებს უსამართლოდ, რომელსაც განათლების სამინისტრო გთავაზობთ. დიახ, კიდევ ერთხელ გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისათვის და მადლობა რომ ყურადღებას უთმობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ გამომცემლობებისთვის, ამ სეგმენტისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ზოგადად განათლებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მიუღებელი არის რამდენიმე თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ეს არის უსამართლო, განათლების სამინისტროს უნდა წარმოაჩინოს თითქოს ზოგადად ჩვენ ტენდერის როგორც ასეთის მოცემულობის წინააღმდეგი ვართ. ტენდერის წინააღმდეგი არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ, ჩვენ შინაარსის წინააღმდეგი ვართ ამ ტენდერისა. ანუ რო გამოცხადება კონკურსი, უნდა მიიღოს ყველა გამომცემლობა მონაწილეობა, ძალიან კარგი კონკურენციას მივესალმებით. ამაში შეიძლება გაიმარჯვოს რამდენიმე სახელმძღვანელომ, გრიფირების პირობითაც თუ სწორად მახსოვს 80 ქულა გამსვლელი სახელმძღვანელოსთვის, ზოგმა შეიძლება 80 მოაგროვოს, ზოგმა 90, ზოგმა შეიძლება 100. და ამათ შორის განათლების სამინისტრო ამბობს, რომ გრიფირება თუ გაიარა, უკვე ეს ნიშნავს, რომ ეს კარგი სახელმძღვანელოა და ამ კარგ სახელმძღვანელოებს შორის ფასით ავარჩევ საუკეთესო. ფასით ყველაზე იაფს. ყველაზე იაფს, დიახ, და ის ყველაზე იაფი სამი სახელმძღვანელო შევა როგორც ალტერნატივა სკოლებში. მაგრამ არ ვიცი ხო ვინც ამას საუბრობს, მე მგონი ამის ელემენტარულია ეს უნდა ვიცოდეთ, რომ გრიფირება გავლილი სახელმძღვანელო უკვე აპრიორი კარგი არ არის. კარგი არის ის სახელმძღვანელო, რომელსაც ირჩევს სკოლა, რომელსაც ირჩევს მასწავლებელი, რომელიცაც კარგად სწავლობს მოსწავლე და რომელიც მისაღებია მშობლისათვის, ხო? ჩვენ ძალიან ბევრი გრიფირებული სახელმძღვანელო ვიცი და მომავალშიც ასე იქნება, ბევრი გრიფირებული სახელმძღვანელო იქნება, რომელიც პრაქტიკაში კარგად ვერ იმუშავებს. ფორმალურად აკმაყოფილებს ყველა პირობას, მაგრამ პრაქტიკაში კარგად ვერ მუშაობს უჭირთ სწავლა. და მოხდება ისე, რომ აი ასეთ ნაკლები ხარისხის სახელმძღვანელო, იმიტომ რომ ის არის იაფი, შეიძლება შევიდეს და სკოლების უმრავლესობა რო ირჩევენ სახელმძღვანელოებს და უმრავლესობა აირჩევს კარგს, ხო? ცხადი ის შეიძლება ვერ შევიდეს და არ შეისყიდოს სამინისტრომ ეს სახელმძღვანელო. კი ბატონო ბუბავს, მანამ გავაგრძელებთ მეორე საკითხსაც ვისაუბრეთ, ვიცი რომ ძალიან ბევრი პრეტენზია გაქვთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა მანამდე ბატონ თეიმურას მოვუსმინოთ. ბატონ თეიმურას, ანუ ჩვენ განათლების მოქმედი მინისტრისგან ერთ-ერთ პირველ დაპირებად მოვისმინეთ ის, რომ აუცილებლად უნდა გაუმჯობესებული იყოს სახელმძღვანელოების, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი, როგორც მისი შინაარსობრივი მხარე, ასევე წონასთან დაკავშირებული პრობლემა. დღეს გამომცემლობების ნაწილს აქვს თქვენთან პრეტენზია სამინისტროსთან, რომ ამ შემთხვევაში უპირატესობას მიანიჭებს სამინისტრო იმ სახელმძღვანელოს, რომელიც იქნება იაფი. იაფი კი ამ შემთხვევაში არ ნიშნავს ხარისხიანს, პირიქით ნიშნავს უხარისხოს. ამ პრეტენზიების შესაბამისად არსებობს თუ არა რისკი, რომ ჩვენი შვილები სკოლებში მომავალ სასწავლო წელსაც შინაარსობრივად უხარისხო სახელმძღვანელოებით ისწავლიან? პირველ რიგში დიდი მადლობა, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე ყველგან სადაც არის ამის საშუალება, მივდივარ, რათა საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს ჩვენი პოზიცია. დღეს ქონდა სპეციალური ბრიფინგი ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას თავაზობ რომ სრული ვერსია იხილოს ჩვენ საიტზე, რადგან ყველა კითხვაზე პრაქტიკულად გავეცი პასუხი და სანამ გადავალ უშუალოდ თქვენ კითხვაზე, მინდა გითხრათ რომ უკვე დასაწყისშივე რამდენიმე საკითხი იქნა არასწორად წარმოჩენილი. პირველი ჩავარდა გრიფირება თქვენ ბრძანეთ. გრიფირება არ ჩავარდა. არა, გადავარდა სწორედ ჩავარდნასა და გადაწევას შორის დიდი სხვაობა მოგეხსენებათ, გადაიწია ზუსტად იმიტომ, რაზეც ესე იგი ბატონი ბუბა ასე თავგამოდების ცდილობს რომ ბრალი დაგვდოს, გადაიწია იმიტომ რომ ყველას
წიგნის დამამზადებელს, ავტორს, გამომცემელს, შეგდებ შემფასებელს, შემდეგ ფართო საზოგადოებას კონდეს საშუალება და საკმარისი დრო იმისთვის, რომ წიგნები შეფასდეს. ეს არის პირველი. შარშან ხო იცოდით, რომ გამოსაცხადებელი ბუბა სულ იყურება უკან, იმიტომ რომ წინ ვერაფერს პრეტენზიას ვერ გვეუბნება და ამიტომ უკან იყურება ხოლმე. შარშან ჩვენ ვიცოდით, შარშან იცოდით, რომ გამოსაცხადებელი იყო, მაგრამ როდესაც მინისტრი მოვიდა და დაიწყო ახალი რეფორმის გატარება, უკვე აღარ იყო საკმარისი დრო. სამინისტრო ვერ მოასწრო წელს საკმარისი დრო აღარ იყო იმისთვის, რომ მინისტრის რეფორმის შესაბამისად, მათ შორის საზოგადოებასთან განხილვის პერიოდის ჩართვით, რაც პრაქტიკულად 1 წელია, ყოფილიყო სრულად ჩასმული მინისტრი მოვიდა გასულ ივნის და ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს არის ახლოვებით 1 წლიანი პროცედურა იმისთვის, რომ ჩვენ კარგი წიგნები დავამზადოთ. შესაბამისად, პრეტენზია რომ ამათ ცუდი წიგნების დამზადება უნდა სულ მცირე უპასუხისმგებლობა, თუმცა მე მგონია, რომ ეს მხოლოდ უპასუხისმგებლობა არ არის. მეორე საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონი ბუბა თქვენს ეთერში ახლა ცდილობს იმითქვას, რომ ისინი არ არიან ტენდერის წინააღმდეგი, თუმცა მე ამბობს, რომ ეს ფასებით შეჯიბრება არის პრობლემა და არასწორად აკეთებს ინტერპრეტირებას იმისას, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. აქ ტენდერის მოდელზე, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, არ ხდება ფასების აბსოლუტური შედარება. ანუ თუ 100 ქულიან წიგნს პირობითად აქ არის ფასი და 80 ქულიან წიგნს პირობითად ფასი აქვს 99 თეთრი, 80 ქულიანი წიგნი ვერ მოუგებს. ეს სად გიწერია? სად გიწერია? ეს არის რაც ჩვენ განვიხილეთ და მსოფლიო ბანკის სად გიწერია? სად არის გამომხატები? ჯერ არ გამომიცხადებია და როგორც კი გამოვაცხადებ ეწერება შიგნით. ჩვენ ამდენი ხანი ერთითვე დავკარგეთ იმაზე, რომ გამომცემელთა ნაწილს არ მოსწონდა მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგია, რომელშიც პირდაპირ წერია და რომელსაც 53 გვერდზე წიგნების შეძენის სახელმძღვანელოში მსოფლიო ბანკის ზუსტად ეს წერია, რასაც მე ვლაპარაკობ და ისინი ამბობდნენ, რომ არა, ეს არის ცუდი მოდელი, ახლა აღმოჩნდა, რომ სად წერია და მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოს 53 გვერდზე. დავაკონკრეტოთ, ანუ იმ შემთხვევაში თუ კი 100 ქულიანი წიგნი, გრიფირების შედეგად მინიჭებული უმაღლესი ქულა, 100 ქულა, ეღირება 1 ლარი, ხოლო 80 ქულიანი წიგნი ეღირება რამდენიმე თეთრით ნაკლები, ტენდერში სამინისტრო მიანიჭებს ცოტა უფრო დაბალ ქულიან, მაგრამ იაფ წიგნს. არა, მაგას გეუბნებით ზუსტად. ანუ იმ მოდელით, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, სადღაც 30% მარჟა არის წონა ფასის იმ მოდელში, რომელსაც ჩვენ თავაზობდით, ეს ნიშნავდა, რომ დაახლოებით ყოველ 1%-ზე 3%-ით ნაკლები უნდა ყოფილიყო ფასი. ანუ 1 ლარიან სისტემაში 1 ქულით ნაკლებზე 3 თეთრით ნაკლები უნდა ყოფილიყო. 20 ქულაზე 60 თეთრით, ანუ 100 ქულიანი წიგნი თუ იქნებოდა ლარი, 40 ლარი უნდა დაეფასებია გამომცემელს. 80 ქულიანი წიგნი რომ მოეგო 100 ქულიანი წიგნი, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ასეთი რამე ვერ მოხდებოდა. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ უფრო იაფი წიგნებისკენ ისრაფის სამინისტრო არის უპასუხისმგებლო განცხადება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან უპასუხისმგებლოა განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა გრიფირება გავლილი წიგნი არ არის ხარისხიანი. ჩვენ გრიფირებას ვატარებთ არა ისე, როგორც 6 წლის წინ განხორციელდა. ჩვენ არ ვატარებთ დახურულ მოდელს, როდესაც არავინ არ იცის რა ხდება. ჩვენ გვაქვს აპელაციის ძალიან მაღალი რანგის პროცესი და რაც ყველაზე მთავარია, მინისტრის რეფორმა, რომელზეც ვლაპარაკობ ჩვენ, რომელზეც ვამბობთ, რომ ვერ ჩაეტეოდა იმ სამთვეში, რომელზეც ტრადიციულად კეთდებოდა წიგნები, მოიცავს საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, მასწავლებლებთან ამ წიგნის შეჯერებას. ამ როდესაც ბატონი ბუბა ლაპარაკობს, რომ ეს იქნება სურპრიზი მასწავლებლებისთვის, ვერ იქნება სურპრიზი მასწავლებლებისთვის, ესაც ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ მინიმუმ 3 თვე წიგნები განხილული იქნება ფართო საზოგადოების მიერ. ამას სჭირდება თავად გამომცემლების მხრიდან კეთილინება, იმიტომ რომ ისინი ძალიან ხშირად ინტელექტუალურ საკუთრებას იფარებენ ფარად, ნეგატიურ ფარად, მაგრამ სინამდვილეში ყველა თანამედროვე მოაზროვნე გამომცემელი დაინტერესებული იქნება იმაში, რომ მისი წიგნი გავიდეს ფართო საზოგადოებაში, მიიღოს უკუგება და გააუმჯობესოს გრიფირების პერიოდში. მანამ სანამ ამ პროცესამდე უცბად დავაზუსტებ, რომ სულ სხვა თემა არის წიგნების წონა, რომელიც ჩვენ არსებითად მოვაგვარეთ და გადავწყვეტეთ, ძალიან საინტერესო ინიციატივები მოვისმინეთ, რომ ესე იგი ერთი წიგნი უნდა იყოს სკოლაში, მეორე უნდა იყოს სახლში, მესამე ბებიასთან, არა, სხვანაირად იქნება წიგნების წონის შემცირება. ჩვენ წიგნებს გავყოფთ, ერთი ქაღალდი იქნება განსხვავებული, უფრო თანამედროვე და როცა ვლაპარაკობთ, რომ კარგი გამომცემელი არ ნიშნავს კარგ ბეჭდავს, ამასაც გულისხმობთ, რომ იმ ქაღალდზე და იმ ტექნოლოგიებით ბეჭდო, რომელიც ჩვენ გვინდა დღეს ყველა გამომცემელს არ შეუძლია და მეორე, წიგნები დაიყოფა ბლოკებად, შეიძლება სემესტრად, შეიძლება უფრო
წვრილად გააჩნია როგორი იქნება სასწავლო პროგრამა და ბავშვს მოუწევს მხოლოდ იმ ბლოკის კომპონენტის ტარება სკოლაში, რაც იმ დროს ვინ დაბეჭდავს წიგნებს და სად დაბეჭდავს წიგნებს, ამაზე ცოტა მოგვიანებით. ახლა გვაქვს შესაძლებლობა რომ სატელეფონო ხაზზე გვყავდეს თინათინ მამულაშვილი, ბაკურ სლოვაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალბატონ თინათინ, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენ ასე ვთქვათ, ორივე პოზიციის წარმომადგენელი გვყავს სტუდიაში, მოვისმინეთ მათი არგუმენტები. თქვენ კონკრეტულად თქვენს გამომცემლობას რა პრეტენზიები აქვს იმ სატენდერო პირობებთან დაკავშირებით, რომელიც განათლების სამინისტრომ ახალი სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით შემოგთავაზა? ქალბატონ თინათინ, თუ გესმით ჩემი ხმა? წოდება თქვენ ხმა უკაცრავად. ვერ მოისმინეთ, შეკითხვა გაგიმეოროთ, შეკითხვა? ქალბატონ თინათინ, რა პრეტენზიები გაქვთ კონკრეტულად იმ სატენდერო პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემოგთავაზათ გამომცემლებს განათლების სამინისტრომ? შეწყდა ქალბატონ თინათინთან სატელეფონო კავშირი, მე ვუბრუნდები ისევ ჩემს სტუმრებს სტუდიაში. წიგნების სახელმძღვანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებით ისაუბრა. უპასუხავთ, თორე ისე გამოვიდა თითქოს ბატონმა თემურმა არ ახსენა რა ხდება იმ შემთხვევაში თუ 80 ქულიანმა სახელმძღვანელომ არა 99 დადო ფასი, არამედ 80 თეთრი დადო. 70 თეთრი, 60 თეთრი, 30 თეთრი, 10 თეთრი. ბატონი ბუბა არ მისმენს, იმიტომ რომ თქვი რომ 40 თეთრი არა ბატონო ბუბა, თუ არ მომისმენთ, აზრი არა დისკუსია. თქვი რომ 40 თეთრი თქვი 40 თეთრი თქვი არ გაწყვეტინებ და აქ ჟურნალისტის ვისაუბრებთ იმასო არ მომისმენს, მაშინ აზრი არა. მოდი შევთანხმდეთ რომ ბატონი ბუბა მომისმენს და მეც მოვუსმენ. ბატონ ბუბას აქვს შეკეთ. მე ვიცი რომ აი ამ ეტაპამდე გამომცემლებსა და განათლების სამინისტროს შორის 30-მდე შეხვედრა მოხდა და ვიცი რომ გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებით, მაგრამ ამ შემთხვევაში მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს მაყურებელს რომ მისთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწორავე პასუხები მიიღონ. თეორიულად დაუშვათ მან დადო ძალიან დაბალი ფასი. ძალიან დაბალი ზარალზე რომ იდის ისეთ დაბალი, იმიტომ რომ მას უკვე ჩადებული აქვს ინვესტიცია, უკვე ჩადებული ფინანსები და ოღონდ რამე თანხა მოიღოს და ის მზად არის ყველაფერზე წავიდეს კონკურენტი ვთქვათ. მან დადო ძალიან დაბალი ფასი, ის იმარჯვებს და სკოლაში შედის მის სახელმძღვანელო და სად არის აქ ძალიან მაინტერესებს, სად არის აქ განხილვა კასაკებია, კარგია მასწავლებლების ჩართულობა, სკოლების ჩართულობა, მშვენიერი კი ბატონო, მაგრამ სად არის სკოლების და მასწავლებლების არჩევანი? ანუ საბოლოო ჯამში მაინც წვეთს ფასი და არა მასწავლებელი და საქმე ეხება ჩვენი შვილების განათლებას ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. და იმიტომ რომ ვიღაცის 2 თეთრი, 3 თეთრი, ეს არის გადაწყვეტი თურმე სახელმწიფო ბიუჯეტი სხვა არაფერში ხარჯება, აქ უნდა დაიზოგოს. ეს ერთი, მეორე დიდი ბოდიში ბატონო თემურო, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ რჩება დაბაჭდილება საერთოდ ვერ ერკვევით გრიფირების წესში რა, იმიტომ რომ სახელმძღვანელოების ბაზარი სავსეა ისეთი სახელმძღვანელოები და მომავალშიც ასე იქნება, რომელმაც ფორმალურად გაიარა გრიფირების კონკურსი, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან უჭირს მუშაობა. ბევრია დედამიწაზე რომელი გამომცემლობებისაა ბატონო ბუბა, იმიტომ რომ თქვენი წიგნები კარგია და სხვების ცუდია, როგორც ჩანს. არ ვამბობ, ზოგადად ვამბობ. ზოგიერთი რომელი გამომცემლობების წიგნებია ცუდი. საბოლოო ჯამში ამას წყვეტს ხოლმე მასწავლებელი. არის ძალიან კარგი წიგნები, სხვათა შორის, აი სამეცნიერო თვალსაზრისით, თქვა, ძალიან კვალიფიციური ავტორები არიან, მაგრამ უჭირთ მოსწავლეებს ვერ სწავლობენ. გაიკითხეთ ოჯახებში, გაიკითხეთ სანათესაურში, მეზობლებში, ბევრია ასეთ სახელმწიფო, მომავალშიც იქნება. ასე რომ ის რომ გრიფირება გაიარა უკვე აპრიორი ეს არის კარგი და თუ ფასი და მამა ნაჯობა ამას ვიყიდე, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ხედვა. ამ საკითხით დავბრუნდებით, გვაქვს შესაძლებლობა ქალბატონ თინათინს მოვუსმინოთ. თინათინ მამულაშვილი, ბაკურ სლოვაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელია ჩვენთან სატელეფონო ხაზზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონ თინათინ და საინტერესოა თქვენს გამომცემლობას კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვს იმ სატენდერო პირობებთან დაკავშირებით, რომელიც სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით შემოგთავაზა განათლების სამინისტრომ. რატომ არის თქვენთვის მიუღებელი და საინტერესო თუ აპირებთ ზოგადად ტენდერში მონაწილეობას? გრიფირების ის წესია, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, კერძოდ 18 თებერვალს, ჩვენი აზრით არის ძალიან დასახვეწი და ისეთ პირობებს შეიცავს, რომელიც ნებისმიერი გამომცემლობისთვის წესით მიუღებელი უნდა იყოს, მათ შორის ჩვენთვისაც მიუღებელია. მთავარი პრობლემა, რაზეც ბატონ თემურსაც, რომელსაც ასევე მივესალმები, მრავალჯერ ავუხსენით, არის ის, რომ გრიფირების გამოქვეყნებული წესის თანახმად ჩვენ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა გრიფირების კონკურსში, გავიმარჯვოთ კიდეც, მაგრამ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ჩვენი გამარჯვებული და საუკეთესო ქულების მქონე სახელმძღვანელო მოხვდება სკოლაში. დაახლოებით აი ესეთი ამბავია, როდესაც თქვათ, ნებისმიერი კონკურსი, როდესაც ცხადდება, თუ კონკურსის გამარჯვებული ხდები,
ბუნებრივია, რომ შესაბამისი ან ჯილდო, ან ანაზღაურება უნდა მიიღო. ამ შემთხვევაში ამის არანაირი გარანტია არ არსებობს. გარდა ამისა, არის ასეთი პირობა, რომ აი დაახლოებით ესეთი რაღაცა, როდესაც ცხადდება საავტორო უფლებებზე, ან ინტელექტუალურ საკუთრებაზე ტენდერი, ეს ნიშნავს, რომ ტენდერის პირობები წინასწარ არის ცნობილი და ამ ტენდერში მონაწილე მხარეებს გაცნობიერებული აქვს თუ რა რისკების წინაშე დგებიან, რა ხარჯების გაწევა უწევთ და უღირს თუ არა საერთოდ ტენდერში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში გრიფირების კონკურსში, როდესაც მივიღებთ ჩვენ მონაწილეობას, ჩვენ უკვე შექმნილი გვაქვს ეს ინტელექტუალური საკუთრება. ანუ ჩვენ უკვე გაწეული გვაქვს გარკვეული საკმაოდ სოლიდური განახარჯები იმისთვის, რომ შევქმნათ ახალი სახელმძღვანელოები და დამერწმუნოთ ახლა 20 წლიანი გამოცდილების გამომცემლობები ვართ, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში უწყვეტად იყვნენ ჩართული სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში. ეს არ არის მარტივი საქმე და მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებდით განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ ამ პირობებში, როდესაც ჩვენ უკვე ძალიან დიდი ნაწილი სამუშაოსის შესრულებული გვაქვს, ტენდერის გამოცხადება კონტენტზე არ იქნებოდა სწორი. რომ ყოფილიყო ყველაფერი დაწყებული ნულოვანი აქვს წერტილი ყოფილიყო და ჩვენ ვხსოვნოდა, რომ აი თქვათ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ამ და ამ ანაზღაურებას, ჩვენ ვიტყოდით, რომ ბატონო ეს ჩვენ პირობები ჩვენთვის მისაღები ან არ არის მისაღები და გამოვეთიშებოდით, მაგრამ თენი ახლის განმავლობაში რაც განათლების სამინისტროსთან იგივე ალექსანდრესთან იგივე ბატონ თემურთან ერთად ვჯერობდით ამ საკითხებზე როგორი გრიფირების მოდელზე ჩამოყალიბებული ყავით ჩვენ მუშაობას არ ვწყვეტით იგივე განათლების სამინისტროს მესვეურებით მითითებით გითხრეს რომ თქვენი მუშავეთ რომ მოასწროთ სექტემბრისთვის ახალი წიგნების შექმნა ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდებით ახლა დამეთანხმებით რომ ტენდერში თუ ცხადდება ტენდერი წინასწარ არავინ არ აკეთებს ხო შესრულებული სამუშაოს მერე ტენდერის გამოცხადება ერთი მხრივ არასწორია. მეორე მხრივ პრობლემა არის ის, რომ აუცილებლად მიაჩნიათ, რომ გაყონ შინაარსი და ბეჭდვა. აპელირებენ იმაზე, რომ ზოგიერთ გამომცემლობას სტამბა არ აქვს და ზოგიერთი სტამბა არ არის გამომცემლებასთან დაკავშირებული. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ნამდვილად ესია. ასევე არის საუბარი იმაზე, რომ ელექტრონული სახითაც ხო არსებობს წიგნები. კი ბატონო, აი თქვათ ელექტრონული სახის წიგნების შეძენა უნდა ბატონ ალექსანდრეს ან ბატონ თემურს. კი ბატონო. ის გაყიდულობენ ამ წიგნებს. გასაგებია. ქალბატონ თინათი, ძალიან ცოტა დრო გრჩება და მინდა რომ თემურ მურღულიამ გიპასუხოთ. თინათი მამულაშვილი იყო ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მას, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელი. ბატონ თემურ, ძალიან ბევრი პრეტენზია გაისმენ, რომ აღარ განმეორდით დაახლოებით იგივე რამეზე საუბრობდნენ ქალბატონი თინათი და ბატონი ბუბა, ანუ თეორიულ რისკებზე იმისა და ალბათ რეალურ რისკებზე იმისა, რომ ვიღაც აუცილებლად დარჩება წაგებული და გაწეული ხარჯი აქვს და არ ქონდათ სრულყოფილი ინფორმაცია სატენდერო პირობების შესახებ. რას ვიპასუხებთ? პირველი დღიდან საუბრის გამომცემლებთან მიმდინარეობდა დაზუსტება იმ წესების, რომლებიც უნდა გამოვიდეს საბოლოოდ შესყიდვის წესად. მე პრინციპულად მიმაჩნია იმის კიდევ ერთხელ ხაზის გასმა, რომ აპელირება, ძალიან ესეთი სპეკულატიური აპელირება, რომ ჩვენ შვილებს არ ექნებათ კარგი წიგნები, სწორედ იმ პროცესით, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ აქცენტს ვიღებთ ხარისზე, სწორედ იმიტომ, რომ წიგნების გარდა ჩვენ ვიყიდით თვალსაჩინოებას, ჩვენ ვიყიდით ლაბორატორიებს, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ თელ პროცესს გავხდით გამჭირვალეს, ჩვენ გვექნება გაცილებით უფრო უკეთესი წიგნები, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია 6 წლის წინანდელ გრიფირებაზე აქცენტირება, როცა სხვა სიტუაცია იყო ქვეყანაში, სხვა ვითარება იყო, სწორედ ამას ვცვლით ჩვენ. სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ. რაც შეეხება მე ჩემ დროს მივცემ ბატონ ბუბას, რომ თქვას რა არის სამართლიანი ფასი წიგნის პირველი კლასის ნებისმიერი სახელმძღვანელოს, რომელიც 100 გვერდიანია პირობითად, ერთი კლასის სახელმძღვანელო 100 გვერდიანია და 20,000 ეგზემპლარად დაიბეჭდა. გამომცემლობის მიერ მისაღები სამართლიანი ფასი თქვას ბატონმა ბუბამ მისი გადმოსახედიდან არ იყო მარტო თანხმობა. არასერიოზულია აქ არასერიოზულია, იმიტომ რომ ვერ იტყვის, იმიტომ რომ იტყვის და ყველა დაინახავს რაზეა საუბარი. დაინახავს ყველა იმას, რომ აბსოლუტურად არარეალური. ორჯერ მეტი თანხების. ბუბა, გაეცი პასუხი რა არის სამართლიანი ფასი 100 გვერდიანი წიგნის, რას ითხოვთ თქვენ 100 გვერდიან წიგნში ბეჭდვის გარეშე გამომცემლობის ხარჯს. ძალიან დიდი ბოდიში ბატონო თემური, იძულებული ვარ კიდევ ერთხელ მსგავსი რამ ვთქვა, რომ თქვენი დღევანდელი გამოსვლა და
განცხადება, რომელიც უბა რა არის სამართლიანი ფასი 100 გვერდიანი წიგნის თქვენი გადმოსახედიდან. უკაცრავად. ვერ იტყვის, იმიტომ რომ საზოგადოების ყველა წევრი დაინახავს რაზეა საუბარი ამათი. რაზეა ვი ფასი? მე რა ვიცი ზეპირად ფასი რა დავწყდები. არა, ახლა თქვი ხო იცი, ხო გაქვთ მოთხოვნა ამ ფასის. ავტორის ჰონორარი, რედაქტორის ჰონორარი, ავტორების ჰონორარი, მხატვრების, დიზაინერების, დამკაბადების ეგზემპლარზე რა არის სამართლიანი ფასი? მხატვრების, ფოტოგრაფების, შემდგამისი სამართლიანი ფასი 20000 ეგზემპლარზე წიგნის თქვი. ზეპირად გითხრა? ზეპირად თქვი, ამას მეუბნებით ყოველ შეხვედრაზე და ახლა თქვი ზეპირად. მე არ ვიცი ზეპირად. ძალიან ცუდია რა არის. ანუ რაზე მიანიშნეთ ბატონო თემო? იმაზე მიანიშნებ რომ მოთხოვნა რომელიც დგას, ჩვენ გვინდა მეტი ფული, არის აბსოლუტურად არარელევანტური. ჩვენ ლაპარაკობთ რომ შეფასება წიგნების, რომლებიც უნდა დამზადდეს გამომცემლების მხრიდან არის როდინდელი, იცით? როცა საქართველოს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს 100 ლარი უნდა უჯდებოდა ბავშვის პირველ კლასში გაგზავნა. იმ ფასებზე დაბრუნება უნდა გამომცემლების ნაწილს, იმ შემოსავლების მიღება უნდა და ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ სწორედ იმიტომ რომ საზოგადოებას ნაკლები ტვირთი ქონოდა და ეს ახლა 1 ჯიბიდან ამოვაცლით საზოგადოებას 1 წიგნზე 100 ლარს თუ მეორე ჯიბიდან ამოვაცლით არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან იმ 100 ლარს ვერ დაუბრუნდებიან ასე პოპულისტურ განცხადებას რო არ უპასუხო არ შეიძლება რა თქმა უნდა უპასუხო რაგის 100 გვერდიანი 20000 ტირაჟიანი წიგნი. თქვენი გადმოსახედვა. რა ღირს ის სამსახურებრივი მანქანა, რომლითაც დადის ბატონი მინისტრი. ბატონი მინისტრი რა სამსახურებრივი მანქანით დადის? თქვენ უნდა გითხოთ. რა ღირს? თქვენ უნდა გითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ კინწისყრით გავყარეთ. რა ღირს? იმ ადამიანებს კითხეთ, რომლებიც კინწისყრით გავყარეთ და რომლის დროსაც თქვენ 100 ლარიან წიგნებს ყიდით მოსახლეობაზე. რა ვქნა ჩავაბაროთ? ჩავაბაროთ ის მანქანა? ამ სახელმწიფოში 99% მანქანების არის იმათი შეძენილი, ვინც ჩვენთან ერთად გაყარეს გადავაგდოთ? ახალი მანქანები ვიყიდოთ? ეს არის პოპულიზმი. გადავაგდოთ თუ ახალი მანქანა ვიყიდოთ? აი პოპულიზმი სად არის? აი სად არის ყველაფერი? 80,000-იანი ჯიპი არ არის. რომელიც იყიდა წინამთავრობამ. გადავაგდოთ ახალი მანქანა ვიყიდოთ? ახალი მინისტრი მანქანა ვიყიდოთ? გაყიდეთ და იყიდეთ ადეკვატურ ფასიანი, ხო? გაყიდეთ და იყიდეთ ადეკვატურ. აი პოპულიზმი არა, წიგნი ძვირია და 80,000-იანი ჯიპი იაფია. თქვენ რატო არაკლებთ? ფასს თქვენ რატო გინდათ იმ შემოსავლების მიღება 100 ლარის ერთ ბავშვზე ამოღება რატო გინდათ? და ავტორს უნდა 100 ლარის ამოღება ერთ ბავშვზე. ძალიან უნდა. და ეს არის პრობლემა. დიდი იმედი მაქვს ბატონებო ბოლოს რომ თქვენი კამათის შედეგი იქნება ის რომ ჩვენი შვილებს ადამიანები შილობდნენ. ხარისხიანი ბავშვების გასაშვებად ძალიან დიდი კურს რატო არ ურიგებთ მოსახლეობას? იმიტომ არ ურიგებთ რომ ჩვენ უფრო ეკონომიურად მეცდავთ ამას ფულის დარიგებას. კურსურია ბაბაკუდავა ჩვენთან ერთად ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენს მაყურებლებს გადაცემას 360 გრადუსით დღეს ამით გემშვიდობენ ჩვენ ხვალ შევხვდებით დროებით.